გავხსენე რის გამო და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ჩემის აზრით პოლიტიკურად შეხავენ გარკვეული ესე იგი სხვა ქვეყნის თხოვნით. ну ბჭყალეში თხოვნით მოთხოვნით. ახლა ბუნებრივია რომ იმას რასაც დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს უბედავს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო ეს იქნებოდა შეუძლებელი იმ დროს როცა აფხაზეთის მოსახლეობას დევნილებს თბილისში გადმოსვლის შემდეგ ყავდა პოლიტიკური ლიდერი आज გასვენებული თამაზ ნადარეიშვილი და საზოგადოებრივი ლიდერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 1993-დან 2005 წლამდე პროფესორი ოთარ ჟორდანია. ეს ორი ლიდერი და სოფხედველობა და შემდეგ მათი მოქმედება იყო ძალიან ძლიერი, სახელმწიფოებრივად ძლიერი და გამართლებული. და ის ხალხი, რომელიც ესე იგი მაინდამაინც არ იყო მოწადინებული, რომ თბილისში ყოფილიყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მით უმეტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური სტრუქტურები ედვარდ შევარდნაძე ცდილობდნენ როგორმე ეს გადაიყვანათ უნივერსიტეტის ზუგდიდში და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს, რადგან ეს ინსტიტუცია ორი იყო მაგარი და ერთობლივად მუშაობდა. სამწუხაროდ ბატონ თამაზ ნადარეიშვილი გარდაიცვალა, შემდგომში უმაღლეს საბჭოს წევრებად ნიშნავდნენ პიროვნებას, რომლებიც აფილირებული იყვნენ მოცემულ პარტიასთან, რომელიც ხელისუფლებასთან იყო, ხოლო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაწყებული 2005 წლიდან ფაქტურად ნიშნავდნენ გარედან პარაშუტისტებს, რომელსაც ან შეხება არ ჰქონდა აფხაზეთში, ან არ გაუვლია ეს 12 წლიანი შრომის, ვებერთელა შრომის თავდადების გზა, რომელიც გაიარა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლექტივად დღემდე. დღეს ახლა როცა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი სწორად და სამართლიანად ლაპარაკობს, რატომ არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ხმას არ იღებენ? საკითხი სწორად არის დასმული. მაგრამ მე პასუხო, იმიტომ რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, საქართველოს განათლების სამინისტრო დაწყებული მიხეილ სააკაშვილის და 8 წლიანი, ვთქვათ, მმართველობის 9 წლიანი, ვთქვათ, და 14 წლიანი ბიზნა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში მოახდინა აფხაზეთის საზოგადოების ცივილიზაცია. პოლიტიკურად დაშალა, მოიყვანა ის ხალხი უმაღლეს საბჭოში ხელმძღვანელებად, რომელიც ხმას აიღებს და იცავს სკავს და ხელფას. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მოიყვანეს ხალხი, რომელმაც არის ის ენგურს რომ გადახვალ, იწყება გალის რაიონის სამურზაყანო ილიავეკუას მშობლიური კუთხა თუ გუდაუთა. არის ის. და მოსული არიან უნივერსიტეტის რექტორებად იმისათვის, რომ ყველაფერი შეასრულოს, რაც შეუკვეთავ ცენტრალური ხელისუფლება, რომ შემდგომში მიიღონ ტრამპლინის სახით საჩუქარი, კარგ ხელფასიან, მოზრდილი ხელფასით სხვა უკვე ცენტრალური ხელისუფლების ან არადევნილი უნივერსიტეტის რექტორის სახით. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა 10-15 პროფესორი და სტუდენტების ნაწილი ხმას იღებს, ეს დიდი გმირობაა. მაგრამ აკადემიური საბჭო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც ერთი ადამიანი ძალიან ღირსეულია და იმან დატოვა საბჭო, პროფესორი ჩვენ სტუდიაში იყო აქ, პროფესორი ნინო ვახანია, დანარჩენი ეს ალბათ ნინო, დანარჩენი არჩეულია წინა რექტორის პერიოდში. ზურაბ ხონელიძე იყო რექტორი 17-დან 25 წლამდე და მას რა თქმა უნდა კაცი, რომელიც უცხესეული იყო სოხუმის უნივერსიტეტში, მოეწონა 8 წლიანი პერიოდი, რადგანაც ფაქტურად ადამიანი ლექციას არ კითხულობდა ფაქტურად და იყო რექტორი, დადიოდა სოფლიოში და ასე შემდეგ. შესაბამისად, მან დაუშვათ აკადემიური საბჭოს წევრები იმ ერთის გამოკლებით დანიშნა თავის ხალხი, ზარით გაიყვანა, თუმცა სხვებიც იყვნენ
და შესაბამისად მას უნდოდა რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც წესდებით ვერ იქნებოდა 2 ვადაზე მეტი წლით, ანუ 8 წელზე მეტი რექტორად, სახელის შეცვლა უნდოდა ხელისუფლებასთან, ესე იგი ამაში უთანხმებდა, თქვა სოხუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აფხაზეთის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მაგრამ ვერ შეძლო დაჯერება ხელისუფლების, მაგრამ ეს აკადემიური საბჭო დაუტოვა ისეთი, რომელიც თუ მოვიდოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად, მაგალითად მოზამბიკელი პროფესორი, მას აირჩევდა, ძალებში აირჩევდა. ამიტომ ბუნებრივია, რომ ის რომ რეფორმა არასწორად მიმდინარეობს, ეს რა თქმა უნდა ცენტრალური ხელისუფლების ბრალია. ზოგადად საქართველოში მეცნიერების და განათლების რეფორმა აუცილებლობას